მე რო ლაპარაკობ ძალიან გულით ლაპარაკობ რა მართლა მაწუხებს იცი ეგრე ვარ მოწყობილი მე არა ვარ რობოტი აი რაზედაც ლაპარაკობ აბსოლუტურად არის ჩემი სამყაროდან აი განვიცდი ამას განცდით ლაპარაკობ აი განცდით აი მეხება რა მე რატომღაც არ შემიძლია რა განყენებული იცი აი თქვენი სულ ყველა გულით ლაპარაკობ სხვანაირის რო თქვა აი რა არ წმენაა გულით ლაპარაკობ წმენით ლაპარაკობ როცა ლაპარაკობ ქრისტეზე აი მართლა მჯერა რა ქრისტესი და მიყვარს რა და აი განვიცდი ამას აი არ შემიძლია რა ისე გაიგე ქრისტიანი ვარ რა ასეა მოვლენებზე ყოფით ცხოვრებაზე ეხება ჩემს ემოციას მაგრამ ემოციას ვაკონტროლებ ჭუიდან კი არ გადავდივარ და ეს მარტო მეტყველებაში გამოიხატება ესეთი სიხშირეების ზემოთ და ქვემოთ ასვლა იმიტომ რომ გულით ლაპარაკობ მე გულით რწმენით და გულით ლაპარაკობ ყივილით ლაპარაკობ აი რაც ვილაპარაკე საქართველოს აი თითქოს რა არის უცებ მანდავარ ფსიქოლოგიურად და მე შემეხვეგა ცხოვრების აი გავითავისე იდენტიფიცირებას ვახდენ იმ თემებზე რაზედაც ვლაპარაკობ და ეს განაპირობებს აი ასე ხმის აწევა დაწევას და ახლა რობოტი რო ვიყო და რო არ მეხებოდეს არც ვილაპარაკე სხვა არის სალექციო აუდიტორიაში რო ხარ ვიდრე ტექნიკასთან და ისეც გაუმართავი თუ არის მიკროფონი ინტერნეტი მანდ ძალიან ძნელი ეს წამოსული რწმენი წამოსული და ემოციი წამოსული საუბარი თან ვაკონტროლო ხლა სად ხმამაღლა ვთქვა და სად მიკროფონს დავშორდებ ჩვენი მთავრობის პრობლემა იცით რა არის რასაც ლაპარაკობენ გულთან არ მიაქვთ ჩვენი მღვდლების პრობლემა იცი რა არის რასაც ლაპარაკობენ არ წამთ და ეფექტი რა არის მაგისი ნაყოფი ერთის და მეორეს უარყოფითია ახლა რელიგიის წარმომადგენელი რო ღმერთზე ლაპარაკობდეს ის უნდა ეტყობოდეს მას და უნდა ეს გადმოდიოდეს ადამიან კურთხევას რა აზრი აქვს ქართულ სივრცეში აი რა აზრი აქვს კურთხევას სიტყვა კურთხევა ქართულად იცით როგორ უნდა თარგმნოთ ეს თუ არაფერს არ ნიშნავს გეტყვით საიდან არის აღებული კეთილი სიტყვის თქმა თუ სიკეთეს არ ატარებ სიტყვა რო გადმოდის შენზე თუ სიკეთე არა აქვს ამას ნაყოფი რა იქნება აი კურთხევა ქართულად ხო ბლაგო და სლოვა რუსულში ბლაგასლავენი აი მე ვარ კეთილი ღმერთი რო იძახის აი იმის სიტყვას მნიშვნელობა აქვს კურთხევას ესე იგი მაკურთხებს კაცი კურთხევის სინონიმი ქართულში არის სიკეთე კეთილი ერთია ღმერთიო იესო იძახის ანუ იესო რო კეთილი სიტყვას იძახის გაკურთხებს ეს სრულდება ის კეთილის გადმოდის სიტყვა ჩემში და ზემოქმედებას ახდენს აი საქართველოში რო მღვდლები ყავდა რო იძახით მაკურთხე მამაო სიკეთის მატარებელია მამაო სიკეთე ხო ღმერთია ესე იგი ღმერთთან იდენტიფიცირებული ხარ ღმერთის გამტარი ხარ შენ თუ ღმერთის გამტარი ხარ და ღმერთი კეთილია ესე ვიცით შენში გამტარი რო ხარ ეს სიკეთე ჩემზე რატო არ გადმოდის გამაგებინეთ ასე რომ აი ბიბლიაში ვისაც აკურთხებდნენ იმას ქმედება ქონდა სიტყვას რო იძახდა კარგს აი კურთხევა პეტრე რო იძახის ტაძართან რო კაცი არის დავდომილი და ხელი რო აქვს გაშვებული საქმე მოციქულთა ეპიზოდი არა მაქვს არც ვერცხლი არც ქრისტეს სახელით ადეკდა ეს არის კურთხევა ნახეთ გამტარი ამასთან ღმერთი რო იყო ეს სიტყვა ადექი და წადი ეს კურთხევა ამ კურთხევამ ამ კეთილმა სიტყვამ მოქმედება გამოიწვია და შევიდა სასწაულო ადგა კაცი და გაიარა აი ყველაფერი რო რიტუალად არის თქვენთან ეს რა არის ამას ვავრცელებ ყველაზე მორწმუნე ადამიანიც კურთხევა რომელსაც ღმერთი წამწა შენ სიკეთესთან ხარ წილნაყარი შენ სიტყვასაც ფასი აქვს როცა ადამიანს ეუბნები დაგლოცავ გილოცავ ამას ისე რა აზრი აქვს თუ მართლა ამ სიტყვამ არ იმოქმედა თქვენზე მე ესე უყურებ მე ესე მჯერა და მწამს ამიტომ სიტყვები ფორმალური სიტყვები გულს მირევს მე უნდა დაიხარჯო რა აბსოლუტურად იმასთან კავშირი თუ არა გაქვს შენ სიტყვას რა ფასი აქვს ახლა მითხარით შიოლაშვილის სიტყვას რა ფასი აქვს რა ეთყობა ამ ქვეყანას აი თითოეული თქვენი მღვდელი რო დადიოდით ხო გაკურთხებდათ მღვდლები რაში ჩანდა ეგა სიტყვა კეთილი ხო კურთხევა ეგ არის ერთთან არა კავშირი მას ვისთან აქვს სხვასთან კავშირი ჰაერში გამოკიდებული ბიბლია გვეუბნება ადამიანი არ არის ესე იგი სატანასთან ხო და სატანის სიტყვებით რო მელაპარაკები ეცხოთ ჩემში და ჩემოდის და მაგიტომ არის აგრესიული ადამიანები მაკურთხებელი გყავთ თქვენ სატანის აგრესია ის შემოდის ყველა არაფერი არ იკარგება იცით რა ხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას ეს მოლაპარაკე კი არა ვარ ჩვენ ენერგია გამოდის და დიდი მნიშვნელობა აქვს რას ეუბნები ადამიანს რას უსურვებ ადამიანს და თუ სატანასთან ახარ
სატანურ სიტყვებს აზრი აქვს და იბა ის გიждდება და გაცოფებულია და როცა სიკეთით არის სიტყვა და სიკეთესთან ხაწევა რომ გამოდის იმას იცი არის განწყობილი რო კონდეს ადამიანს ესეთან ჭუბისა გაანეიტრალებ თუ არა დაგანებებს თავს აბა რა რწმენა არის საქართველოში ხალხი რადგანაც ეგ რწმენა აი იღლიაში ხატები სახში ხატები სანთლები ხედავთ რელიგიაც კიდე როგორია ხედავთ საქართველოში აგრესიას წარმოშობს იმიტომ რომ აკურთხე მამაო ხდელმა გაიგრევიტყარ დამლოცე რა მამაო რა აი რა არის ეს რა უნდა დაგლოცოს ლოცვა რა არის საუბარია სიტყვა ლოცვა რა არის ღმერთთან საუბარი როევნები მამაოს დამლოცე ესე იგი ეს ღმერთის წარმომადგენელია ესე იგი დაგელაპარაკოს რა უნდა მელაპარაკო რა პრობლემაც აქვს იმან მოგიხსნას ხო სიტყვიერი რაღაცა მე ნაყოფი გააქვთ ამისი ხო უნდა გამოჩნდეს ეგ ნაყოფი კაცო ხე ნაყოფით იცანითო და აბა როგორ გავიგო ხო ყველა მორწმუნე არის საქართველოში და მორწმუნე რო ხარ იქნებ სატანის წმენა გაგდა არიცი სატანა ხო არის რა სიტყვა სატანა ხო ეს არა რა ქრისტეს სახელით სატანა არ მოდის მგელი ცხრის ტყავით არ მოდის არ გვაფრთხილდებ და მაცხოვარი გარეგნობითად ლამაზად არ გამოიყურება ტიპი თვითონ აგერ რა პიროვნება რომელიც შემოვიდა იმის ლამაზის სიტყვებით სიყვარული ამიხსნა ეს ვიდეო ჩანაწერი მოგასმენინეთ აი მე შემცხვა რა და მე მაგინებს ნუ სიტყვა გინება ცოტა ისია აი ლანძყავს რა სხვანაირად მას რო ჩვევია აი ეს იკადრებს ამას ქრისტიანი როცა შენ ჩემთან იყავი ძმა რა სტატუსით შემოდიხარ ხედავთ ეს შემოგეპარებათ კარგი ლექსიკონით წყნარად შვიდად ქარიზმატიული იმით რომ ბევრი მოატყოს აბა როგორ ახლა ისე თუ შეიცანი ვინ არის აღარ იქნები მასთან პრობლემა ის არის გამიგე რომ როგორ მოვატყო ადამიანი ლუისის წერილები რო არის ლუისმა რო დაწერა სატანის წერილები თუ ბალამუტის წერილები საკითხული გაქვთ ეგა ნახეთ რა კარგად აღწერა ამ კაცმა სატანა როგორ მუშაობს კაცი დაავადდა კინაღამ გაგზელება რომ სთხოვეს ნაწარმოებს თქვა არა ამას მე ვეღარ გავაგზელებო რომ თავი დამანებეთო იმიტომ ეს გაქრისტიანდა ეს კაცი და ლიტერატურული ფორმით მოგვაწოდა სატანის წარმოდგენები ეს ლიტერატურული ფორმაა მაგრამ სატანა ხო რეალობაა და რა კარგად არის რა ნიჭი აქვს ხო კაცს როგორ აი როგორი მთელი რიგი წერილები კარგად შეისწავლეთ რა ეს მარტო არ ყარა ეგ ხატი ჩამომიკიდა იმ ხატის უკან თუ სატანა მღვდელი რა მღვდელი თუ სატანით საუბრობს მე კიდე იმ თავითვე სტატუსი მღვდელი სატანურია იმიტომ რომ კრეხალურია ვინ დაგნიშნა შენ გამწმენდელად მღვდელი ხო გამწმენდელს ნიშნავს რისგან უნდა გამწმინდო აბა ქრისტემ რისგან გამწმინდა რისგან გამომისყიდა ესე იგი ქრისტემ დააუქმეს იმიტომ რომ თვითონ აიღო ეს მთელი რიტუალები რომ მიდიოდა თავისივე დანიშნული ლევიტელების მღვდელები რო იყვნენ მოდის იესო ქრისტე და ის ფარდა რომელიც წმინდათა ადგილში შესულა გეკრძალებოდა ადამიანს გახია ზემოდან ქვემოთ ესე არის და ადამიანს შეუძლია მათ შესვლა უკვე ესე იგი ღმერთის თანდასწრებით გამოსყიდულ ადამიანს პრობლემა აქვს ნებისმიერ ადგილზე ღმერთთან საუბრის უფლება გაქვს აღარ ჭიდება შუამავალი იმიტომ რომ შუამავალი არის იესო ქრისტე მღვდელთ მთავარი ებრაელთა გზავნილით წავიკითხოთ კარგად გავიაზროთ ებრაელთა გზავნილით 13 თავიანი რომ არ კითხულობთ არაფერს და ამ რწმენაზე ყველა მელაპარაკები და რწმენას თავის საფუძველი გააჩნია მოდი მაშინ რწმენაზე არ ილაპარაკოთ თუ თეორიის საფუძვლებს არ იცნობთ რომლის ავტორი ღმერთია არ შეიძლება მივაქციოთ ამას ყურადღება ხო და მე ჩემი მხრიდან მე საუბარი არ შემიძლია ისე რა თუ გული არ ჩავდე და ვიღლებ აი როგორ არის ეს ლიმონს რო გამოწურავთ ესე ვარ ხოლმე აი გათავებული ვარ რა როცა უკვე ეს გულით საუბარი ამოიწურება გაჩერდება მე ისეთი საუბარი აღარ შეამონებს უკვე მივდივარ ესე იგი რიტუალური საუბარი ჩემთვის მეუღებელია ან ჩუმად უნდა ვიყო ან უნდა როცა ვლაპარაკობ გულით ვლაპარაკობ ნებისმიერ ადამიანთან ისე დუმილი უფრო მაგარი რამეა არ ვლაპარაკობ დუმილის დასარღვევად ქაქანი ჭორაობა ისე რა გათობა მინდა არა პრობლემის განხილვაა საუბარი და აი ეს მაწუხებს მე რა ძალიან გაფაქიზებული მაქვს ყურები და ადამიანს უფრო სმენით ვხედავ რომ დაილაპარაკებს დავინახავ ვიდრე იმის ლამაზი სიტყვები რა თქმა უნდა ინტონაციებით და ძალიან მაღელვებს და მაბრაზებს აი ეს სიტუაციები რომ მესმის რა ხდება საქართველოში იმიტომ რომ მაგ სივრციდან არა ვარ მე დაბადებული და ქასტილი
როგორ ჩავწყვიტო კავშირი, ეგ ხო არ შეიძლება. იმიტომ რომ მანდედან ახარო ღმერთმა კი არ გითხრა გადაყარე ეგ ხალხიო. გამოდიხარ არ ნიშნავს იმას რომ უარყოფ იმას. გამოსვლა დაბადება ნიშნავს შედი იქა და პავლემ რო შეხვდა ღმერთს რასაკეთებდა? გამოვიდა რა ფარისევლებიდან შედის იქა და ეუბნება რომ სხვა პავლე შედის ეუბნება ღმერთზე და წარმოდგენებს ისინი დაძდებენ. ეს არის ჩვენი მოვალეობა ეს. ახლა გასართობად ელაპარაკე ვიღაცა ეღადავე იმას, როგორ შეიძლება ადამიანთან საუბრობ და ეღადავები. ხო, სიყვარული გვასწავლა ღმერთმა და ის არის კეთილი ის. ამიტომ მისი სიტყვა მომქმედი არის ზმნა არის. აკი არაფრისაგან სიტყვით შექმნა სამყარო. ეგ არის უცნაური და როცა ღმერთთან არის ადამიანი მის სიტყვას ფასი, აზრი აქვს და ქმედება აქვს. ხო და ვინც იყო მოციქული, მათ სიტყვას ყველას მოქმედება ახლდა თან. პავლე იქნებოდა პეტრე პირველი 300 წელი. მათ შეეძლოთ. ასევე ახლა ჩვენ რო საღვთო წერილებს სწავლობთ და მე რო ქრისტიანი, ეს ქრისტიანობა რიტუალი კი არ არის ჩემთვის და ის კი არ არის რაცა სახელებით შევიდე იქა. ეს არის ადამიანი უნდა დაფიქრდეთ ამ საკითხზე და ეს სიკეთეები ღმერთიდან რომ მოდის, იმასთან წინაყარი უნდა იყოს, რომ ეს სიტყვებით გადაიტანოს სხვა ადამიანში და ნაყოფით გამომჟღავნდეს ეს. შეიძლება ბევრმა არ მიიღოს, ეგ არ არის პრობლემა. იმიტომ რომ სატანა ხო ჩასაფრებულია, მაგრამ შენ უნდა ილაპარაკო. ეს მღვდლები რომ ამ კურთხევებში არის და სულ ეს მესმის მაგიზიანებს ეგმე რა. არ სრულდება არაფერი, თორე კურთხევა მაგარი რამეა. კურთხევის მჯერა და მწამს. და კურთხევის უკან დგას ღმერთი კაცო. ის არის მაკურთხებელი. აი თქვენი ოჯახმა იკურთხოს რომ იძახით, თქვენ რა სიკეთის მატარებელი ხართ? ეგ გამოდის რამე ახალწელს რო ულოცავთ ერთმანეთს, ახალწელს ეს მერე სრულდება. საერთოდ რასაც ლაპარაკობთ, სრულდება. ბალყონი რო ვატევნოთ. და დაგვაფიქროს ამან. რომ სიტყვას ძალა ან სატანას ემსახურები, ან ღმერთს. მესამე არ არსებობს. აგერ საქართველოს სამღვდელოება ვის ემსახურება ნაყოფით ვერ ხვდებით. აღარ აკუთებული არის თავიდან ბოლომდე რა. ოჯახებში ჩხუბია, ახეთქილება არის. ქალები მოწყვიტეს ოჯახებს და საზღვარგარეთ სკაიპზე გაზარდეს შვილები. კარგით რა, ეს რა კურთხევა არის კაცო. ეს არის ღმერთის მე ჩვენაირი კურთხევა ვიცი ბიბლიიდან. ვისაც აკურთხებს, ვისაც ეუნება, აგერ კურთხევა რა იყო, აბრაამს ეუნება ღმერთი რომ შენ გეყოლება შვილიო. ხო შესრულდა. აგერ კურთხევა რა არის, შენში იკურთხება ყველაერიო. ეგეც შესრულდა, ქრისტე იგულისხმება და ყველა ქრისტეში ნახე გამრავდა აბრაამი. აი რატომ არის წმენის მამა. ნახეთ რა დატვირთვას ვაძლევენ ბიბლიიდან კურთხევა ქართულად. საქართველოში ვერ დავინახე მაკურთხებელი ვინა შავო ხდელები კაცო. აკიტო ვიძახიცი, არ მინდა დავაფრთხო ადამიანები, მაგრამ არც ის არის სწორი დაუმალო იმას, რასაც გძნობ შენ არა შენი ფანტაზიით, არამედ რწმენითა და წიგზე. ჩემი რწმენა არ არის ციდან. ჩემი რწმენა არის იმ წიგნიდან, რომლის ავტორი ღმერთია. და ამიტომ ეს წიგნიდან კარგად უნდა შევისწავლო. ხო, ეს მოცემულობა ახლა ცოცხლად ღმერთი არ არის აღარ ხვდება უკვე. შეწყვიტა ეს გამოვლენა თეოფანია. მაგრამ გვესწრება და ეს რწმენაში მაქვს მე რომ ყოველ დღეურ ცხოვრებაში მე ღმერთი მესწრება. ეს ბიბლიის თანახმად ნიშნავს ღმერთთან სიარული. ღმერთით დატიხარ. აი ხო რასაც მთელი შეგნებით ღმერთს იწრებ ყველა შენ გამოვლენაში. ძევხარ, ლაპარაკობ, ჭამ. აი ამას ქვია დადიოდა ღმერთთანო და აღარ არისო იმაზე ენოქზე ხო? 365 წელი ღმერთთან აი ეს ბიბლიაში ხო არის ეს ტერმინი ღმერთთან დადიოდა. ღმერთის ჩვენ ყველა ღმერთის გავლენას განვიცდით რომ ბევრი არ დადის ღმერთის და ასწრებით. ლაპარაკი არის ადამიანის ცნობიერებაში გააზრებული არის მისი მოქმედება იმ გაგებით რომ ისწრებს ყველა ყოფიერების გამოვლენაში ღმერთს. ამას ქვია რწმენა რეალობის. ისე რადგან ახლა ტაძარში მიდიხარ სანთელიდან და წამოხვედი და არაფერი. ისეთი ხარ. ამას ქვია ღვთის მოშიშობა. და მოიმედე ხარ ღმერთისა შემოკარგება. როცა ადამიანი მოწყდა ამ ღმერთს ედემის ბაღში, კავშირი გაწყდა სულიერი, გამიგეთ და მე არ ვიცი ახლა რამდენს კითხულობდა თქვათ იგივე ჩვენი პოეტები, იგივე ფარათაშვილს ხო აქვს სული ობოლი. ნუ ვინ იტყვის თავის ობოლობასო და ნუ ვინ ჩივის თავის უთვის ტომობას. საბრალოა მხოლოდ სული ობოლი
ძნელღა ჰპოვოს რა დაკარგოს მან სწორი. ნახეთ როგორი რაღაცა გამთავსე ამ კაცის თავში როგორ მოვიდა მართლაც ძნელღა ჰპოვოს რა დაკარგოს მან სწორი. ბიბლიაში ეს კავშირი ხო გაწყდა და არ დაიჩივლოთ იმაზე რომ ობოლი ვარ, მარტოსული ვარ, ყველაზე საშინელებაა როცა სული ობოლი. სული რო დაობალდა, მაგრამ მაგდენზე ვერ გავიდა ბარათაშვილი რომ სული ობლად არ დაიტოვება, სატანის სამსახურში ჩადდა. და გამოცხადა როგორც დამოუკიდებლობა და იქნები როგორც ღმერთი. იესო ქრისტეს დამსახურება სწორედ დაბრუნება ობოლის სულისა გამოწიწკნა, გამოისყიდა. გამოსყიდული მერე ობოლი როგორ დარჩევით, უკვე აღდგა და განწერია ძნელღა ჰპოვოს რა დაკარგოს მან სწორი. ძნელად მართლა იპოვი, მაგრამ იპოვნი. იესო გვაპოვნინებს. ხო, მართალია ბარათაშვილს სხვა ჰუმანური მიდან მაგის პოეზიაში მოიაზრება ის სულიერი კავშირი, სიყვარულია ქალზე, რომელსაც ამას უყვარდა ის ქალი და დაკარგა მან, გაუთხოვდა ის ეკატერინე ჭავჭავაძე, ხო? ეს უყვარდა მას. სული ობოლი 1839 წელი. ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ სჩივის თავის უთვის ტომობას. საბრალოა მხოლოდ სული ობოლი, ძნელღა პოვოს რა დაკარგოს მან ტოლი. მეგობართა ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად პოვებს სანაცვლოს გული, მაგრამ ერთხელ დაობლებული სული, მარად ითმენს უნუგეშობას გრული. არღარ აქვს მას ნდობა ამ ასოფლის, ეშინიან იკრძალვის არღა იცის. ვისაუწყოს დაფარული მან გრძნობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა. ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელტვიან სიამენი სოფლისა. მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხრა არის შვება უბედურისა. ნიკოლოზ ბარათაშვილი 1839 წელი.